ვა, დათო. ნახე. ტოროლა როგორ ცხოვრობს ბეჰემოთზე. ნახე. ესე იგი ზურგზე აზის და ერთად ცხოვრობენ. ვა. არ წუხდება? რატო რაგდებს მე? მეც ეგ არ მიყვირს, რო წუხდება, რატო არაგდებს და რატო აცხოვრებს? მარიკა, ნაცნობი სიტუაციაა რა. რა გინდა ხაი რა? ბოლო მე გარჩეთ მთელ ოჯახს. რაც? მარიკა, რაღაც საინტერესო აღმოჩენასთან გვაქვს საქმე. ერთობ ფრიად. აბძანეთ? დიახ, მე გარჩეთ მთელ ოჯახს. აგვიხსნით? აგიხსნით? დიახ. აუცილებლად აგიხსნით. გვაინტერესებს. აი ხა დამიგდეთ ორი. მოუთმენლად. ხესვ შემიშტ. არა. დადაგებული. ჩუმად ვარ. ეხა, ხელფას თქვენ ვინ გიხდით? ვის ჩვენ? თქვენ? სახელმწიფო. რა თქმა უნდა. ხო ასე? დიახ. სახელმწიფოს საიდან აქვს ფული? ბიუჯეტიდან, ხო? ხო ესე? მე. ბიუჯეტს ვინ ავსებს? ვინ? ბიზნესმენი. ამ ოჯახში ბიზნესმენი ვინ არის? მე. აქ გამომდინარე რა გამოდის? მე გაშენ თქვენ, მიდი გადი მოდი წადი გადი მიდი მოდი რა მე გარჩენ ირაკლი და აბაზანაში ჯერ მე უნდა შევიდე. არ უნდა მაგას. მოდი აქ. მოდი. დადექი აი დადექი. მოვიფიქრე რა უნდა გიპასუხო. დიახ. ჩვენ ფულს გვიხდის სახელმწიფო. შენ კი არ გვარჩენ ჩვენ. სახელმწიფოს აქვს ეს ბიუჯეტი. მერე ბიუჯეტდება იქ, მერე ფონდდება საფონდო და მიდი შედი რა, მიდი შედი რა. მარიკა, გაიგე რა მითხრა, აშკარად ცხადად. მაგრამ შენ არ ინერვიულო ირაკლი ყურადღებას ნუ მიაქცევ. იცი დღეს ვახოს ძველ სახლში ჩვენთან ახალი მეზობლები გადმოდიან. რას მეზობლები? ძალიან მაინტერესებს ვინ იქნებიან. ხო, არიცი? არიცი. არა უშავს, შენ მაგაზე არ ინერვიულო მარიკუნა, თუ არიცი. ყოველ 12, 3, 6 და 9 საათზე შემოვლენ ღლონტები და ახალ ამბებს მოგიყვებიან. რა თქო? რა ლამაზი დღეა რანათელინზე იმიტომ რომ თე მარიკას? კარგი. ღლონტების? რა ღლონტების ირაკლი? იუზას? შალოვნას? არა. აბა რაზმიკას მოიანის? რა რაზმიკას მოიანის? ვერ ახლა შეკარგავთ რა. დათო? იმისი? არა, რა იმისი? აბა? ჩემი პატარა ბავშვი, პატარა ანაროს ჩემი სიხარული დაბადების დღეა. ირაკლი არ გახსოვს? როგორ არ მახსოვს? რამდენი წელი? 3-ის. ზუსტად 3-ის გახდა შენი პატარა ანანო და ზუსტად 3 წელი და 10 თვეა, რაც შენ ამ სახლში ცხოვრობ. მე ყველაფერი კარგად მახსოვს. ოჩი. მარიკა, წამოდი შენ ბავშვებთან ერთად, დაკარგი იქნება. ხო იცი მე სიამოვნებით წამოვიდოდი, მაგრამ აი ირაკლის არცალია და მე ორ ბავშვთან ერთად ესე მარტო ვერ წამოვა. ბატონო დავით, მაპატიეთ, მომიტევეთ ტრადიციულად ჩაგეძიებით. ჩამეძიე. დიახ. ლიანაც იქნება იქ? აჰა. შენ გასაგებია და ჩემ შვილებს რაღაც ერჩი და რთულ. კარგი რა.
ნერვები გინდა ეხა ამ შავი მაინდა მაინდა. დავალ საჩუქრებს უკიდი, ბევრ საჩუქრებს. ვაჩუქებ და მეც გამიხანდება და მეც კარგად ვიქნები. ხო. მე ლიანა გაგახარებს, შენ და კარგად იქნები. დათო და რა შუქნი? რა შუქნი და ბევრ ამის. ბევრს. კიდე გადავწყვიტე რომ ვაჩუქო დიდი სახლი. აი. ამხელა. და სახლი და თავის სათამაშოებს იქ შესვლა. ბანო დავით მომიტევეთ ბაბადიეთ კიდევ ერთხელ ჩაგეძიებით ალბათ დღეს უკანასკნელად ცოტა დიდი სახლები არ იყიდებოდა იქ შენ ეხა მაგ ხუმრობას გიჩვენია მომეხმარო ტასაცმლის არჩევაში იქ სოლიდურად მინდა მივიდე რომ მივიდე ჩემი რეკომენდაციები დებავთ კი ბატონო დათუჩა ასე მოვიქცეთ ნუ ბავშვი დაბადების დღე ხა ღიაფერებში უნდა იყოს შენ ჩაცმული შეარჩიე შენი ყველაზე საყვარელი პერანგი პიჯაკი შარვალი ჩაიცვი ლამაზად მოწესრიგდი დანარჩენი ტანსაცმელი ჩაალაგე ჩანტაში და წავთ კარგი მასხარა სხვათა შორის ჩემ შვილს ყავს გადასარევი მამა დიახ ზოგიერთებისავით არაძის სახელმწიფოს თავზე ხო ვინ არის ხა ტოროლა და ვინ ბეჰემუთი ისე გემრიელად ჭრად მინდი აბა მოდი მოდი აი ესე მოდი თამრი ახლა შენ აი ესე ჩემთვისაც და აბა რა მოიცადე ხო აი მე აბა გასინჯეთ ახლა გასინჯეთ როგორია ჰა მოგეწონათ გემრიელესია ხო ხო ესე გუშინ გამოვაცხვე საცდელად ესე ფეთინო ბატონო და აი ეს ტკბილი ქვეყანად შენ მიაწერე? ჰა? ვაი არა გამაგებინე. ვაიმე ამის მოხსნა დამავიწყდა. ვაიმე ვიხუმრე ხო ამოხსნა ვიხუმრე რა მოგივიდათ მაღაზიაში ვიყიდე. გემრიელია. ხო ძალიან გემრიელი. რა იყო ლაშა? რა არა ამტკივდა და გამიარა ეხლა. კიდე რა? არა ამტკივდა და გამიარა. ხო, კარგი, მიდი. აბა დაჯიქით მიდით ეხლა კარგი. რაიმე? კარგი რა მოგიგიდა მიდი. ლაშა. არა ფეხი დამიბუჟდა, ფეხი თამარ და ახლა გამიარა უკვე, გამიარა. კიდე ესე რაღაც. არა, აღარ მინდა. ხო, კარგი. მიდი. რაიმე? რა მოგიგიდა? კარგი არის მომწონს. კარგი რა ლაშა ისედაც ხო ხედავ არა რომ ნერვიულობს და კარგი ახლა გეყო კეთება. მიდი ის ბულიონი მომიტანე კიდე რა. ადექი ცოტა გაიარე და მერე გაჭმევ. ექიმა ხო თქვა ცოტა იაროსო. ხო ვიარე კეთება. როდის? შენ რო გეძებდი, იცი რამდენი წელიწადი ვიარე. ვაიმე ჩემო სიცოცხლე. ვაიმე ჩემო ფუმფულა ეხლა მე მოგიტან ბულიონს და ჩემი ხელით გაჭმევ. აბა ის როგორ მითხრა ეს რაღაცნაირად. ლაშა ისე მოგიხდა ეს ოპერაცია რა ხა დიეტაზე დაждები ხო და ცოტა გახდები პირიქით ვახო რაც ის რაღაცა ამოაჭრეს ადგილი ხო უფრო გაუთავისუფლდა მუცელში უფრო მეც შეჭამს აბა მოვდივარ და ბულიონი უნდა გაჭამო მოდი ჩემო სიცოცხლე მოდი აბა კარგად გამიღები ეს მართლა ლოქოა რა ერთ ადგილზე წერს არ ინძრევა პირსაღებს და საჭმელს ყლაპავს არ მინდა თქვენ რაღაცა მოდით შევცვალოთ ერთი ფუნქციები ჩვენ ერთფეროვნება აზარმაცებს ადამიანს თამარ ყვება შენ შეგეხება კეთება შენ საოჯახო საქმეებს მიხედავ ხო ვახო შენ გართობა პირიც უნდა გაეტერა ჩემთვის ვაიმე მოდი ადგა გართობა ადგა მოდი ჩართე ტელევიზორი რა ხო კარგია ძალიან არა ჩვეულებრივი გადართე ლაშა აი შენ პულტი სადაც გინდა იქ გადართე
ვაიმე, ვახო. დამივარ და მომაწოდე რა. ისიც მოძრა და გაუკეთება. ვახო. არემ ხელში გეჭირა საერთოდ პულტი და გადართე რა. ვაიმე ვარ. გადართე. არც ხედია. გადართე. ნაშა. წვენი უთხარი მოგიტანა. არ მინდა. მე მინდა და უთხარი რა. უყურ ერთი ამაშენ. შენ საქმეს მიხედე, ჯობია გადართო, მიდი. გადართე. გამორთე. ვინ ყავს ჩვენ კვებაზე? კვებაზე არის თამარი. თამარ. ბატონო. დიდი ისე ბულიონი მომიტანე რა. ვაიმე ქეთინო შევწდით რა ჩვენ ის ნაოპერაციები არ უნდა გაგვეკერა. ესე პირდაპირ შევდგავდით საჭმელს კი აღარ ვიწყობთ. ადგა გართობა ადგა. კვება დაჯდა. არ წავიდა გართობა. იმღერა გართობამ. ახო. მიაჩმორეს გართობა? აი 8 სანტიმეტრი. სანდრო რა საკეთე? რას ვაკეთებ და რაც დედამიწა 8 სანტიმეტრით გადაიხარა, საგნებს თავის ადგილას ვაბრუნებ. ვაიმე. რა არის სალომე რა გჭირს? ვაიმე ანანო, წაი, იცი რა არის? აი რაც დედამიწა 8 სანტიმეტრით გადაიხარა, ეთყობა მაგითაც დაქანდა და მეც წამექცა ჭიქა. აი ანანო. იმას რა ჭირს? შეამჩნიეთ, აი რაც გადაიხარა დედამიწა, აი აქ უკვე აღმართია. აი ვაღახშ და დააკვირდი, აი იქიდან ხომ მივდივარ. აი უკვე დავიღალე. ეხლა ნახე აქედანა თავისუფლად მოვდივარ. აი, ხო გითხარი? აი, სალომე მიყვარე ახლა. აბა სანდრო, აბა მანახე. ვაიმე, სალომე, შეხედე ანანო გადაიხარა. სანდრო, კარგი რა, აი ანანოც რომ მოგატყუებს. რას მოტყუებს რა? რა. შენატო არ ხარ გადახრილი. მე აქამდე ვიყავი გადახრილი, ახლა დედამიწა რო გადაიხარა, მე გავსწორდი. ოკეი, რა სანდრო მართლა რა. რა კარგი, ვერ ხედავ ისე გადაიხარა დედამიწა რომ ლაშა საერთოდ დაწვა. ეგ იცი რატო, სანდრო, ლაშა ხომ სუქანია და ძალიან გადაიხარა. თან ოპერაცია გაიკეთა. კარგი, არანო მივხედავ ბარს ხო და შენ ამას მიხედე. კი, მე ამას მივხედავ. სანდრო, ისე ეს ლაშა დაწვაო და არ უნდა ავიდეთ, არ უნდა ვნახოთ. არა რა. რატო? არ მიყვარს ეს სანახავა დასვლა. მე ქეთევანი დაიწყებს კივილს, ადეკი ლაშა შენი მეგობრები მოვიდნენ. არა, სანდრო, არ დაიწყებს და უხერხულია, უნდა ავიდეთ აუცილებლად. რატო უხერხული? მე რო ბრმან გლანდების ოპერაცია გავიკეთე, თვითონ მოვიდა? არ მოვიდა, მთელი ჩემი კლასი იყო. პარალელური კლასელები და მასწავლებლებიც მოსული. სანდრო, შენ მაშინ არ იცნობდი ლაშას? მე რა? რა, მე რა, ადე წავედით. არგი, მაგრამ ნუ რა არ გესმის, რას ეს დედამიწა გადაიხარა, არ მინდა რომ ბევრი ვიარო. მოიცა, სანდრო, იცი რა მოვიფიქროთ, რა უტანოთ, რა ჭირდება ახლა მაგას? რა ჭირდება? მწვადი, კუპატი, ქათამი, მეტი რა დაჭირდება. შეგენი რატო მანდა მაინც? რასაც ითხოვს ხოლმე? კაი. და ქეთევანს და თამარს მაშინ ისე წაუღოთ? მაშინ მაგას წაუღოთ მწვანილი, ბქვილი, ზეთი, მარილი, ნუ ეგენი მაგას ითხოვენ ხოლმე. წავედით? კაი, წავედით. ой, სანდრო, მოიცა ერთი წუთი. დამელოდე, სანდრო. სალომე, შეხედე, აი, ხედავ ანა რო გადახრილი რომ მიდის?
ეს ვნახოთ, აი ეს ირაკლი. აბა. აჰა. რა მაგარია. ძალიან მაგარია, თან ახლა ჩვენ ავალაგოთ ბატონო ირაკლი. რა ჩქარა უკრავს კაცო. არ ჩამომჩე ჯონ. არაფერს არ გაცლიან ამ სახლში რა. ესენგესიძე. მოდი, შემოდი. როგორ ახალი? რა ვიცი, ვარ დედა. შენ როგორ ხარ? აღარ შემიძლია რა დავიღალე რა. ეს ლაჭა ხო წევს? ხო და ეს შემჭამა რა, შემჭამა. ეს მომაწოდე, ის მომაწოდე. ვახუშტი, დისკია რა, მაილს დევისის მომაწოდე ძალიან ხო რა. მიდი. იგივეა რა. მიდი, ეს ამერიკიდან ჩამომიტანეს. მომეცია. ისა, ირა? რა, რაღაც ხმაური გამოდიოდა გარეთ რა ხდება? რა? ხმაური გამოდიოდა? ესე კოლტრეინს რო უსმენ, მე შენთვის ხმაურია. ყო არ გამაბრაზო, არ მომიშალო ნერვები ძალიან ხო, კაი ხასიათზე ვარ დილიდან რა. კოლტრეინს უსმენ, რა მოგივიდა? შენ ხომ უსმენ ჩემთან ერთად ჯას? რა იცი, შენ თამარს უსმენ და ჯას როგორ არ მოусმენ? ხო, ირა, მაგრამ ეხა არ გეწყინოს. იცი, მაინც და მაინც ჯაზი არ მიყვარს რა. აი, თან არ მომწონს რაღაცნაირად ისე, ხა? ვახო, მომისმინე. ჯაზი ან გიყვარს, ან არ გიყვარს. შუალედური აქ არ არსებობს რა. რა მოგივიდა? მე დაგაყენებ ახლა შენ სწორ გზაზე. მე შენ მოგასმენინებ ეხლა ჭეშმარიტ მუსიკას. მოიცადე. წათხარ? უსმინე. ნახე, კენავრა ფრაზა მიცა? დაიჭირე პოლირიტმიკა? იმდენი შენ რა გითხარი? იმდენი მე შენ რა გითხარი რა. დაიჭირა პოლირიტმიკა. აუსმე. მე ახლა ამაში ვხედავ ცხოვრებას. ჭეშმარიტ ცხოვრებას, ნახე, გვიყვება რაღაცა. ხო. მე იცი რას ხედავი რა. რას? აი ლაშა შედის ჩუმად სამზარეულოში. კეთევანი დაინახავს და ეჭყუმენ. აი, ეგეთი ხმები გამოდის ხოლმე მე იქიდან რა. საწყალი კოლტრეინი, ლაშა რო შედის იმას წერს. წადი აქედან. იქ შევალა. წადი აქ ნერვებს მიშლი უკვე. აზზე არ არიან რა. აჩქარა უკრავს. ხარა დღეში ვარ. გამარჯობა. ამ კვადრატის პატრული გიორგი ბერძენიშვილი. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე ირაკლი ჩხეიძე. მოგიგე. ბრავო. რა დააშავა ბატონმა ირაკლიმო, დამძანი. აქეთ თუ შეიძლება ეს დიახ ეს უკაცრავად ეს რეცხავდი ქვაბებს დიახ. თქმა მეზობელმა დარეკა საჩივრით. საჩივრით? დიახ. რა მინდა? მეზობლები ხმაურობენო. მეზობლები ხმაურობენო? დიახ. ნუ არ ვიცი ხა თუ ჭეშმარიტი ხელოვნება ხმაურია, თქვენ არტ ბლეიკი იცით ვინ არის? აი, არ იცით. ხო, არ იცით. მე ყველა შორის ჩემს სახლში ვარ. ჩემს სახლში ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. კი, მაგრამ ისიც თავის სახლშია და მას უფლება აქვს დაგვირეკოს, როცა შეაწუხებენ. და ჩვენ ვალდებული ვარ დავეხმაროთ. ეს არის. მოიცა. ესე იგი, თუ ადამიანი წყნარად ცხოვრობს თავის სახლში და ამ ადამიანს წყნარად მაცხოვრებელს ვიღაცა აწუხებს, თქვენი მოვალეობაა რომ მიხვიდეთ და დაეხმაროთ.
აი აქ მომიწერეთ ხელით თუ შეიძლება. სად? აი აქ. ჩვეულებრივი ოქმია, ჯარი არ გეგონოთ. აქ უნდა დაფიქსირდეს რომ მე ვიყავი და გაგავთხილეთ. მეტი არ. ვიყავით და გამავთხილეთ. კი ბატონო, მოვაწერე. მე ოქმს შევავსეთ, მეც აღარ შეგაწუხებთ. შევსეთ. აი, გამარჯობა. დუდი. უკაცრავად ოფიცერო? დიახ. მიდი. შენ გამაკდი ახლა. გეძებს. გეძებენ რატო? მაიამ გიჩივლა. გიჩივლა რაო და მიყვარსო, მე მიყურე. ხო. მიყვარსო? მეო ვაძლევო სიყვარულსო, სითბოსო, ვახოსო შენზე ამბობს. და იმისგანო რას ვიღებო? სიცივეს, კედელს, ნაცრით სფერად შეღებილს და ასე შემდეგ ყაჩაღობაა ეს პრაქტიკულად ახალი მუხლი ყოფილა. მაცალე, გაიგეთ რა მუხლია. ახალი მუხლია. ხო. სიყვარულის უკანონო მითვისება. ჩუმად, როგორ არა, 7 თვიდან 2 წლამდე. და შენი ფოტო აქვს. ამას რო იცოდე. და მე მეუნება. ხო რიცნობთ თქვენო, მე ვითხრეს აქ მე არა მეტი. ხო და ფოტო აქვს შენი ახლა. და ახლა მე შენ გაგაპარებ. ხო. სახე შეიცვალე? სახე. მე დაგფარავ. წამოვკევი. წამოდი. მე მიყურე. შეცვლილი სახით ვიყო. ბატონო ირაკლი მე დაგტოვებ. დიახ. ისა აბაზანოში წყალი მოდის უკვე, მოდის. ხო, დიახ. მე სანტექნიკოსი ვარ და ეს აბა სახე. დაიჯერა. მოდი. მოდი ვახუშტი. დაჯექი ხუნხულა, დაჯექი. გიორგი ბერძენიშვილი. ო, ბერძენიშვილი ეს. მოგისმინე. ვახო. რა ხდება ხმა გეტყვი? აბა. მიჩივლა ვიღაცამ. მეზობელმა. ხო, რო ხმაური გამოდისო, შეიძლება სახლიდან. ხო, ასე თქვენ ოფიცერო, ხო, ასე ეს დიახ, მადლობთ. მე იცი ვიზა მახეჭვი? აბა. შენ ჩემ წინ რო ღონტები ცხოვრობენ, იცნობ შენ მაგათ? არა ირაკლი ხა არ მგონია გაცრავად ვინ იჩივლა სამწუხაროდ ვერ გეტყვით მე უფლება არ ამოქვს მე რა უფლება რა გქონდეს თუ თამარმა იჩივლა მაინც არ გვეტყოდა არა ირაკლი ხა არც თამარი არ იქნებოდა და არც ქეთევანი მე ხო ვიცი მართალი ხარ არ იქნებოდა არც ერთი ეგენი პირდაპირ სპეცრაზს გამოვუშვებდნენ კარგით ძანდები მეც აღარ შეგაწუხებთ მე როჩი კარგად ზადებ ნუ კონტროლის მოგასვენინები დიბადონო ბერძენიშვილია დიახ ისე რო იცოდეთ მეც ამ კვადრატში ვცხოვრობ და თუ რამე დაგჭირდათ მეც დაგეხმარებით ახლამდის კარგად ზანდებოდეთ კარგად ირა ვის უნდა იჩივლა არ ვიცი ვის უნდა იჩივლა მაგრამ ჩვენ ახლა ცოტა ჩუმად უნდა ვიყოთ ცოტა ჩუმად მოდი დაჯექი ახლა მე შენ გაზიარებ დაჯექი რას ახლა მე შენ გაზიარებ ჭეშმარიტ მუსიკას ხელოვნებას ვიცა ესენი გვიშლის ხელს მოდი ნახე ჭეშმარიტი მუსიკა შეხედე აბა შეხედე შენ თვითონ დაუკრავ მე შეგიყვარდება ნახე კლასიკური სვინგი აი ეს უნდა გაიმეორო ჯერ ნახე ყველა ახლა მაგთავს თუ გაიგე გავიგე მიდი ურითმო და უნიჭოხა შენ კაც არ გამოადგები რა მოვიდა შენს დაბადების დღეზე მამიკო ჩემი სიხარული მოვიდა მოდი ჩემთან მამა ვისი დაბადების დღეა დღესო ვისი დაბადების დღეა აი ხო ნატურალისა ვისი დაბადების დღე მამა შენიო ხო ვის მოიმატა წლებიო შენო კიდე ვის მოიმატა ამ ოჯახში წლები ლიანა მართალი
ოჩა мама, ოჩა სად არის? ახლავე მოვა, ბავშვმა ცხელი ფაფა გადაასხადა. შენს გამეკეთე мама საჩუქარი? მადლობა მამი. მადლობა. ისე დათოს ბაღში რო აკითხავ ხოლმე ბავშვს ხშირად შეგიძლია მოხვიდე და აქ ნახო. მადლობა. ბაღში მიჩემნია. დავით, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ დადებით? არა მიშავს. თავად? ესე ვართ რა. ერთი წუთით. მამა. აი, მამიკომ რამდენი საჩუქრები მოგიტანა დავიწყოთ ამით, აი? ნახე რა მაგალია, კიდე უყურე მამი? აი, კიდე მამი რამდენია? აქ შეხედე ხა მამამ. აი! აი, мама, ამას აქ დავდი. ხო, აი, კიდე. ეს ყველაფერი შენ ჩემო სიხარულო და გილოცავ დაბადების დღეს. აი ეს. დათო მომეც გავიტან იქ დავკიდებ. არა, იყოს, მადლობა. რაღაც $800 მივესი, მეტი კი არა. აი აქ ეგდოს, აი ესე. მადლობა. შენ როგორ გამოცვლილ ხარ, დავით, ხო. ქუჩაში რო შევხვედროდი, ვერც გიცნობდი ალბათ. აი, მე კი გიცნობდით. სადაც არ უნდა შემხვედროდით და რატოც არ უნდა გასულიყო. ყოველთვის, ყოველ წუთს, ყოველ წამს. გავიგე შენი წარმატებების ამბავი და ძალიან გამეხარდა. ხოდა, რაღაცა მინდა გთხოვო. ბრძანი. რას მოიცარი, რა ხდებოდა? მოკლედ, სკოლაში სკამები სულ დამტრეულია. ხოდა, ბავშვების ამბავი ხო იცი? ვიცი. ხოდა, ჩვენმა დირექტორმა მთხოვა, რომ დათო მიქნებ გვაშოვნინოს სკამებიო. ხო. დავჭირდი? დათო ალექსიძე. შეხვედრაც უნდა, მე მგონი შენთან. აი ეს. დავჭირდი, როგორც იქნა. არა, თუ არ შეგიძლია, სხვას ვთხოვთ, მაგრამ თანხაა გამოყოფილი და დილის 8 საათზე იქ ვარ. ეხლა ანანოს ძილის დროა. ანანო, წამო დავიძინოთ. თან მე ესენი ჩემი წაიღებს გენეცები. თან მე ზურაც მოვა და გავაგრძელოთ დაბადების დღე. დათო ანანო მალე გაიღვიძებს და მე ხო კიდე ვითამაშებ. აბა, ვითამაშებთ, აბა რას ვიზარდ. წესი თაკამბი უნდა დაეძინა რა, როგორ ძლებს ამდენი ხანია. გაკვირვებასა ვარ რა. ზურა ვინ არის? ზურა? ზურა როგორ არიცი? მე რო გიყვებოდი ზურა ვიოლინოზე უკრავს მეთქი. ნატას ზურა. მორიგი მსხვერპლი. რა? მე თქვი რა დავრეკო მეთქი დასარეკი მაქვს თქო და ეს ბოდიში უგაცო. ხო, ალო. მომისმინეთ, ეხლა რა შეესაქმე, მე ხვალ გადაუდებელი საქმე გამომიშდა აქ თბილისში. ვერ გამოფრინდები თურქეთში ამ რეისით და ზე გამოფრინდები დილის 9 საათზე ჩარტერული რეისით, დიახ. ის სკამები რაც მე შეგიკეთეთ, სულ დაჯდება 50000, დიახ. 50000 ნუწუწუნებ. არ არის ეს ბევრი, ცოტა, დიახ. ხო, მოკლედ ხვალ დიახ, ზეგ შევხვდებით. კარგით, ნახვამდის. კარგად დადებით. აი, ასეთი დღეში ვარ. დიახ. ზარია და გავაღებ კარებს. კარგი. ალო, სანდრო, რატო გამეთიშე ტელეფონი? ხო გითხარი, სანამ ლაპარაკს არ დავუმთავრებ, ტელეფონი არ გამოხდო მეთქი.
მომი გათი აი ესე ჩვენი ზურა მოდი გელა გამარჯობათ ეს დათო გაიცანი ძალიან სასიამოვნოა ზურა და ნატა სად არის ლიანა დედიკო ნატა სამზარეულოში გავიდა ბავშვთან და ჩემ ბავშვთან ზურა მოხვედი როგორ ხარ ნატა კარგად დედა მოწამორა მომეხმარის უფრო გავშალოთ კარგი თქვენ ისაუბრეთ და მე მოვალ ახლა ვისაუბრებთ აუცილებლად სად მუშაობთ ზურაბ ახლა ვიწყებ ლიანასთან სკოლაში მუშაობას მუსიკის მასწავლებლად უი სკოლაში ესე იგი კანადაზე უნდა გავაგებინე ვის უნდა გავაგებინო და ერთი ჩემი ნასმები ეგ საკმაოდ გავლენიანი ადამიანი და ყურადღება რომ მოგაქციოთ დიახ ყურადღება რომ მოგაქციოთ აი ესე ჩვენი საყვარელი ღვინო დიდი მადლობა კაპიტულ ლიანა მაგრამ რა ეს მე ღვინოს ვეღარ ვსვამ რაღაც ვეღარ ვიგუები და ეხლა ვისკზე გადავედი ძირითადად მაგრამ თქვენის ვისკი არ გიქნებათ რასაც მე ვსვამ სამწუხაროდ და ისევ ამ ღვინოს დავლებ დათო თამადა ხო იქნები ზურა არ სვავს და თუ არ სვავს აბა როგორ მე ვიქნები დიახ მე ვიქნები თამად მართლა სვამ საერთოდ კი მაგრამ ზურა არ სვამს გასაგებია ეხა გასაგები მეც ისე ვიყავი მაგრამ მე რაღაცები ვისწავლი რაღაცები შენ გასწავლი და მე ხო სხვათა შორის მე საკმაოდ ცნობილი თამადა ვარ თბილისში დიახ ჩემს ადგილობებს უკვე ბეროდილას გაიგებდით დიახ ეს ერთ-ერთი გეტყვით დასაწყის ესე იგი ერთი მეთულუხჩე ღარიბ ეთულუხჩებოდა და ასე შემდეგ კიდე მეორე ერთი ზორბა მეთევზე უდაბნოში თევზაობდა და ასე შემდეგ და მოკლედ ესეთი სადაიზოლები გვაქვს ხოლმე დასხეთ და რა მაინტერესებს აი მუსიკის სადღეგრძელოს თუ ამბობთ ხოლმე ესეთი განთქმული თამადა რომ ხართ მუსიკის სადღეგრძელოს როგორ არ ვამბობ ღერში ისე ორჯერ თავისუფლად დასაწყისში და ბოლოშიც მოკლედ დავით სანამ ეხლა შენს ჭერმეტყველებას დაიწყებ ზურა უნდა გავიყვანო ერთი წუთით ნატურა გადაიწვა დედიკო და წამოვიდი რა ეხლავე მოვდივარ სადმე ხარ მოდი დაჯიკია გასწავლო ესეც მოდი რა უნდა გასწავლო და მეყოლე ხარ აქ რა ხდება ესე დაუძახე მოვდივარ ლიანა დედიკო ეხლა მე მოვდივარ ლიანა დედიკო აგარ ჩიგაწუხებს აგინდა თუ შეგადა რატო აბა თქვი რამე სადღეგრძელო მე ვთქვა სადღეგრძელო მუსიკოსი ხო გიგო ხო მუსიკოსი ზე თქვი სადღეგრძელო კარგი ეს სადღეგრძელო ფეხზე უნდა ვდგით და ისე უნდა შევსვათ სხვანაირად არ გამოვა ესე იგი მუსიკის სადღეგრძელო აი ხა დამიგდეთ კარგად ყური რა ხდება ერთი მუსიკოსი იყო ვენეციაში ცხოვრობდა და ჰქონდა ჯადოსნური ვიოლინო ეხლა რაში გამოიხატებოდა ამ ვიოლინოს ჯადოქრობა ესე იგი ეს მუსიკოსი როცა მივიდოდა ხანდაკებასთან და დაუკრავდა ამ ზემოხსენებულ ვიოლინოს ეს ხანდაკება ცოცხლდებოდა დიახ ერთხელაც ზემოხსენებული მუსიკოსი მივიდა ზემოხსენებულ ხანდაკებასთან ზემოხსენებული ჯადოსნური ვიოლინოთი ზემოხსენებული და დაუკრა ამ დროს ზემოხსენებული ხანდაკება ზემოხსენებულად გაცოცხლდა ერთი ნაბიჯი გადაადგა
ჩამოვარდა და დაიმსხვრა. აი ამ მუსიკას გაუმარჯოს ჩემო სახელი ზურა. კეთება. ბატონო. რამე მაჭამე რა, ოღოთის ბულიონი აღარ მინდა. სხვა შენთვის არაფერი არ შეიძლება. რამდენჯერ უნდა გითხრა? მაშინ ის ჩაკაფული ან თამართან გააცხელეთ, ან ცივად შეჭამეთ, აღარ შემიძლია დავიტანჯე კაცი რა. კარგი, მაშინ ლაშა ჩვენ ავდგებით და ჩემთან გავთ. მიდი აიღეთებს წამოთ. იყავი. კარგით. არ დამტო. ჭამე თქვენ მე გიყურებთ მაინც. არ გიხო დადე. დადე და ჭამე. აი ესეთი გემრიელი მწვადი არასდროს არ გამოუსულია რა. არასდროს. მე მიკეთებთ ხალხო ამას, ა? ერთი წუთით რა. ო, სანდრო და ანანო მოვიდნენ. ვა, მართლა? მეტა როგორ მოგვაგნეს? მოდით. ხერა მაგალითად ეს შენ რო გიყვარს, ესე იგი, კუპატი, ხაჭაპური, ლობიანი, ქათამი. გოჭი არ იყო ლაშა ვერსად ვერ იყო. კიდევ კარგი არის. თქვენ ნორმალურები ხართ ხო ნუ აგიჟებთ ადამიანს არ შეიძლება ეს რაღაცი მომენტი კარგი რა პრობლემაა წავალ და წავიდე რასია საცახო და საცაიღებ რა სისულელია ვაიმე სულ ესე კი არ იქნება წამოდგება ჩემი ლაშიკო ფეხზე და შეჭამს აბა რა სიზამს მოდით ეხლა დაასხედით და ვივახშმოთ ყველამ ერთად მოდით ლაშიკო ეხლა ისე დრო მოვიდა ყველაფერი ოჯახში უნდა მოვაგროვოთ სახლში კარგი რა ქეთება, რა უნდა მოაგროვო? ხო გაიგორეს რომ გამოაცხადეს რომ ეს იყო იმიტაცია. ვითომ. ლაშა, შენ არ მოხვალ? არა, მადლობა, არა ჩვეულებრივი მაწონი მაქვს ნაჭამი. ლაშა. აბა მოდი ეხლა შენი ხაჭოს დროა, ეხლა ხაჭო უნდა შეჭამო. ქეთება. იცი რა ქენი? ეგ ხაჭო ესე დააბურთავ. დაამგვალ ესე, დაამგვალ. პატარა ეს ჯოხზე წამოაცვი რომ შამპურის იმიტაცია მაინც ქონდეს, რა ვიცი. აი, რახო. ნელა ჭამე, ცუდად არის, ლაშა მაინც ვერ მოგასწრებს. კარგი რა, თამარ, კარგი რა. აი, აბად მკუპ კაც ესე უნდა დასცინო, ჰა? კარგი, თუ გინდა ეხლა შენ რომ მე შეგირიგდე ერთი მწვადის ნაჭერი მომეცი. არა, კარგი. მაშა. გინდა ხაჭო. ქეთევან ვაიმე ლაჭა ხატაბურჭა. არ შეიძლება ადამიანო შენ არ გესმის არ შეიძლება. ქეთევან კი არ ჭამდი ამას, კი არ ჭამდი. აბა რა შვებოდი? ვათვალიერებდი აი რა. მომეცი. ბახო შეჭამე. მიდი ვახუნა ჭამე და მოდი აი ეს კალმახიც მომეცი დანა მოგიჭრა და გადაიღე. მოდი. აი მე ხალხო რანაირად მინდა რა. აი შეხედე იმას. აი შეხედე. თან აი რანაირად ჭამს, თან იმას შეხედე რანაირად ჭამს. ვახო. კარგი. წესიერად ააცალე ვახო რა. წესიერად ააცალე იმ კალმახს ესე რომ კარგად ის ფხარო დარჩეს, ფხატ აი ლიმონით დააწურე კარგი რა. გამაგებინი ამდის იმიტომ არ ჭამს რომ ვერ ჭამს ყველაფერი არის უგემური გესმის ადამიანი ხო ანანო ხო უგემურია აი ვერაფერი ვერ გავსინჯი აი რო შეხედავ მიხვდები რომ არ ვარ გა კარგით ხალხო მართლა როგორ შეიძლება ამა ვატყობკაც რო ატყუებთ ყველაფერს არა ლაშა ყველაფერი არის ძალიან გემრიელი ჩვენ შევჭამთ იცით იმად არ ნებიულო ეხლა ცოტა დავლიოთ რა მომეცი ვინოსაც რა? ჭიქა მომეცი მომაშორე ხაჭო აი ას ეხლა მე ვიტყვი ლაშიკო სადღე გძელოს ვაიმე როგორ გამევსო მოდი ესე ვქნათ ესე იგი ლაშა გაგიმარჯოს აბა შენიცი მალე წამოდექი ფეხზე თორე მაცივარმაც მოიწყინა უკვე უშენო აი ეს მოდი ყველა გაჭირვებულს გაუმარჯოს ლაშას თამადობით ეს ერთი და სხვა მრავალი
მეც მოვიდა დალევა დამისხიდი გეთო ზოგთა ჭიქა მოიტანე და მოდი მოიცადე ერთი მეც უნდა დავლიო რაღაცა ესე მომინდა რა დამისხი რა თამრე მიდი დამისხი მოიცადე აბა მოდი ეხლა ამ ჭიქით მე მინდა ჩემს მეუღლეს გაუმარჯოს აი მე თავარია რომ ყველაფერი კარგად არის და მეტირება აი დასწავლად ვაიმე დედა შენც კეთება რასაკ აი ეს ხა ერთი ჭიქა რომ დაულიე დედამიწა უფრო გადაიხარა მე მგონი მოდი აბა მოდი ახლა შენც უნდა დალიო მოიცადე აბა მოდი გააღე პირილაშიკო მოდი აბა გააღე მოდი აი მოვიდა მოდი აბა გააღე კარგად მოდით ამ აზიმაქს რეტარდით ჩვენ გაგვიმარჯვ ვა რამ სიგძე რეკლამაა გავგიჟდი რა ირაკლი ბოლო გაიგე ვინ გამოიძახა პატრული არა მარიკუნა ვერ გავიგე დავიტანჯე და ეჭვიც არა მაქვს არავის უკვე ისე ამერია ტვინი აი შეხო მაგარი ხარ ხო აბა მითხარი აბა ვინ შეიძლებოდა რა ყოფილიყო არ ვიცი მოდი გამორიცხვის მეთოდით მივყვეთ ვა ოჩახბეგურა დაიწყე ხლონტები არა გამორიცხვის მეთოდით არ გამოდის არა ხო კარგი ისე ძალიან მაინტერესებს ვინ გამოიძახა ახლა მე აბაზანაში სარეცხი მაქვს მოდი შენი ფიქრე მეც ვიფიქრებ ხო კი ბატონო ვა რა ხელა ლეოპარდია მე ნახე სამი შვილი ეყოლა ერთდროულად ესე იგი ამან მაჯობა მე შენ ვინ ნახა? ერთი ის ირაკლი ვინ არის? მარიკა მოდი მარიკუნა მარიკა ეს ალბათ კი არა არის მოხუცი ხო და ეთყობა სკლეროზი აქვს და დაიკარგა ახლა და უნდა უშველოთ ბატონო აქეთ ბატონო აქეთ მოვძეთ თქვენ არაფერზე არ ინერვიულობთ ბაბლო ჩემო ჩვენ ახლობლებს გაპოვნინებთ დაგარეკინებთ ტელეფონი მომამზადებ ერთი ეს მითხარით თქვენი სახელი თუ გახსოვთ რაო დიახ სახელი რას ქვია არ მახსოვს საშა ვარ კეჭაღმაძე თქვენ მიმწანდებით მე ირაკლი ვარ ჩეიძე ეს ჩემი მეუღლეა მარიკა დიახ დაბრძანეთ აქ მადლობთ მე ირაკლი ჩეიძე ხარ აქ წვენია აქ ხალხი ცხოვრობს რატო ხმაურობ დაბრძანეთ უკაცრავად თქვენ აქ ცხოვრობთ დღეს დილას გადმოვედი თქვენ სართულზე და უკვე შემაწუხეთ ხმაური დამალევინა შემეწყალი საშა ხო საშა ბატონო საშა ესე იგი პატრული თქვენ გამოიძახეთ დღეს მე გამოვიძახე მაგრამ ნეტავი არ გამომეძახე შენზე ვარ ეს ხმაურიანი არიან და ვერ წარმოიდგენ მაგათი მანქანები როგორ ყივია თავი სკალა ამხადეს სადაგა წყალი გოგო ახამდე ინებეთ დიდი ბოდიში ბატონო საშა ჩვენ აღარ შეგაწუხებთ მეც იცით რა მაინტერესებს მარტო ცხოვრობთ თქვენ არა მე და ჩემი კატა შვილიშვილმა მაჩუქა მაგრამ სახელი ვერ მოუძებნე ჯერ კატას სახელი არა აქვს არა ბატონო საშა მე დაგეხმარებით შევარჩიოთ აი მაგალითად კატისთვის არაჩვეულებრივი სახელია კოსტუმა დიახ მადლობთ მაგრამ დავფიქრდები დაფიქრდით მაგრამ ერთი იცოდე დიახ ეგ არ კმარა აუცილებლად იყავით წყნარად დიახ და მეზობლებს მოაწუხებთ თორემ იცოდეთ ყველას გაგასახავთ ამ სართულიდან ეჭვიცაბება დიახ თუ არ ეკრას იწყნარად კარგით ბატონო საშა ხშირად შემოგვიარეთ ხოლმე და თქვენი კატაც შემოიყვანეთ და მე სეხნიები ითამაშებენ ხოლმე მარიკა რა მაგრა გამომივიდა რა
ნახვამდის. გამარჯობა. თქვენ საქმეს ცხოვრობთ? დიახ. მოდირთი. შენ სერიოზული კაცი ჩან ხარ. იმასავით უპასუხისმგებლო არ ხარ. და ასწავლე ჭკუა, რომ წყნარად იყოს და მეზობლები არ შეაწუხოს აქა. გამიგე? თქვენ გენაცვალეთ ბატონო საშა. თქვენ გენაცვალეთ ბატონო. აი ამდენ ხნის განმავლობაში ერთმა ადამიანმა დაინახა ჩემი და ირაკლის ნამდვილი სახე. მადლობთ. წავედით. ნიბზანდებით. წყნარად წყავი. არ შემოწუხოთ. არა. აბა კარგად ვიტავ. აი, უთხარია. ბატონი საშა, აი, ვახოს ძველ ბინაში გადმოვიდა საცხოვრებლად. რა თქვა ხმაურიანი ზაცები. რა სათნო მოხუცია? სათნო არა ის. რა? სათნო. ხმავეღარ ამომიგია სახლში. ბავშვებს ვერ ვეთამაშები. ტელევიზორს ხმამაღლა ვერ უყურებ. ბარსელონამ გოლს რო გაიტანს ვერ ვიყურებ და შენ კიდე რო გიყვარს აბაზდანაში სიმღერა, შედი აბა იმღერე. მიდი თუ მაგარი ხარ. რა და ის? ასე შეშინა მარიკა? ხო, დათო დილით პატრული გამოიძახა და ახლა თვითონ შემოვიდა ჩვენთან. რა მაგარია. არი მაგარი. რაშუ? მე რა გითხარი? აბა, ჩემ ბრალი არ არის ბატონო საშა, ირაკლი, რა ხმაურიანი ადამიანია, ზახმაური ადამიანია. ხმაური თქვენ ნახეთ ცოტა ხანში თამაში რომ დაიწყება. შენც კაიცი განიხარ. რა გაგიშვი ეს წელი ვერ გაიგო. რა გაგიშვი ეს წელი ვერ გაიპარსავ? და თმაც შეიკრიშე. და წყნარად ხავთ იცოდეთ. მეტი არ შეუმიყვანოთ აქ. რა სათნო მოხუცია. რა გუშველება ირა? რა გუშველება? გადმოვიდა ეს კაცი და ცხოვრობს უკვე აქ. რა გუშველება? უნდა შევეგუოთ. შენი ბრალია. ჩემი რა ბრალია? შენი ბრალია. შენი ბრალია. აი, როუზდით პენსიებს, მოვიდა იყიდა. აბა ჩემი ბრალია. გამოდით, არ არის საშა. თამარი და ქეთევანი არიან, მე მგონი ნასვამები. მარიკა, შემოტკბილო მეზობლებო. ყველას გეპატიჟები ჩვენთან ღლონტებში. ჩემი ლაშიკოს გადარჩენის უნდა დავლიოთ. გავა. აი მე რაღაცა. ჩემი ვახუნა დაუკრავს ვიოლინაზე, ჩვენ ვიცეკ. კარგია, ვონთ გიხვეწებით რა. ჩუმად დაუკრას და ჩუმად ვიცეკოთ რა. აი მეც გირჩევთ ამას. დაკვრა არ მინდა ისე დავშტევ და ვისაუბრო. რას ქვია ვისაუბრო და რას ქვია ჩუმად? რატო უნდა ვიყო ჩუმად? შემალაშიკომ გაიგეთა ურთულესი ოპერაცია, აბა გავედით. ოღონდ მე გაგიძღვებით. გავედით ჩემი მარიკა და ინა. წავედით, აბა. ჩემი დათურა. ეს ვინ არიან? ჩვენ ვართ არაჩვეულებრივი ადამიანი. ჩვენ ვართ ბატონო, ჩვენ წამობრძანდით ჩემთან, ჩემი მეუღლის გადარჩენის ერთი ჭიქა დამილიეთ რა. აი მე ჩემ დას არ ვაწყენინო. თამარჩიკ. უხერხული არა, როგორ ელაპარაკები ბატონ საშას ბოლო-ბოლო იუზად გეკუთნის.
ბატონო საშა, ესენი ჩვენი მეზობლები არიან, თამარი და ქეთევანი, ჩვენი ახალი მეზობელი ბატონი საშა. მარტო ცხოვრობს და სიმშვიდე ჭირდება, იცოდეთ. შენ კაი გოგო ხარ. ედი, ჩემი ცოლია, ჩემი ცოლია. შენი მამი და შვილი. გაფრთხილებთ. ხმაური არ იყოს. ეხა ლაშა არ იყოს. ხო იცი რა ამბავს ავტეხავდი. კარგი და ჩუმა. კარგი, დასხედე. კარგი, რა ამბავს ატეხავდი ამ ხელა კაცია, კაცო მოხუცია მარტო ხელა. ცოდოა გადმოვიდა, ცხოვრობს ახლა ჩვენც უნდა გავუგოთ რა. მოიცა, ირა. ნახე რა ზიმო მივიდე. აბა, რამენის ბებია ხო ქრივია? ჰა? ხო, ხო, ქრივია. ხო, აი, სწორად მახსოვს რა. ხო და გავაყოლოთ ცოლად იმას. საშას. არა. მე იმ კედესაც გამოანგრევთ და დაკორპოს მოედებით. რა? არა ყვედაო, ამას არა ყვე. მოიცა ერთ წუთი. ქეთევან, მომისმინე, თამარჩი. არ არის ეს ცუდი იდეა. არ არის, გავაყოლოთ რამენის ბებია, ხო? გავაყოლოთ საშას და თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ასე იქნა, არაჩვეულებრივი სიტუაცია იქნება. ნახე, აქეთ ლაშა, იქით საშა. რა არის, რა ხდება, რას დამეფანტა ეს ხალხი? მე აქ თამადალა თუ ბალერინა ვერ გავიგე. და სანდრო შემოვედით და აქ დაგვხვდა მეზობელი ახალი ნერვები მოგვიშალა და აო ჩემს თამარს და ქეთევას ნერვები მოუშალა ვიღაცა. ირა შენ არ ჩამერი. შენ თავს გავთვლი. ხალები არ ჩაერია. მე გაუშვი და შენ გამოიწი არ მოგხვდეს. რა უნდა მომხდეს? სანდრო არ მოგხვდეს, გამოიწი. როგორ გამო ბაბუის ტოლა კაცია და რა უნდა მეთქვა? აი ასეთი ახალი და სათნო მეზობელი ყავს ჩვენ. რა ქვია? საშა.